1992 წლის შემოდგომა. აფხაზეთი. გაგრა დაეცა. ქართველი სამხედროები ტოვებენ ქალაქებსა და სოფლებს. უკან ყველაფერი დაკარგულია. წინ სოხუმია. თეთრი არწივის მეთაური ერთ-ერთი უკანასკნელი გამოდის ამ ჯოჯოხეთიდან. ძმას ეძებდა. მას ახლა ცხოვრებაში ყველაზე გრძელი გზა აქვს გასავლელი. ძმის ცხედარი როგორმე შინ უნდა მიიტანოს. თვითონ 24 წლის არის, გოჩა 26-ის. დედასაც და მამასაც ისინი ორივე დაღუპული ჰგონია. წელი კი სულ სხვანაირად დაიწყო. ეროვნულმა გვარდიამ ლამის ერთი ამოსუნთქვით გაიარა მთელი აფხაზეთი ფსოუნდე. დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთის სამხედრო მოქმედებების კამპანიის ხელმძღვანელის ყარყარაშვილის მეთაურობით. დავავარცეთ ყველა ბარბაროსები, კაციჭამიები. ესაც ისე დავამარცეთ კაციჭამიებს. 92 წლის იანვარში სამოქალაქო ომის ეპიცენტრმა აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა. განდევნილი პრეზიდენტის მომხრეები, რომლებიც არ დაემორჩილნენ სამხედრო საბჭოს, კიტოვანის, იოსელიანისა და სიგუას შემადგენლობით სამეგრელოს აფარებენ თავს. ალარი კიდევ არის მეტავში? არა არიანიდან მეტი. ასე გაიქცები ჩვენი. მოსახლეობისათვის ჯერ კიდევ გაურკვეველია სახელმწიფოს ახალი მეთაურები ვერ აკონტროლებენ დასავლეთ საქართველოს, თუ ლეგიტიმური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს დანარჩენ საქართველოს. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. აფხაზეთში ექს-პრეზიდენტის მომხრეები ტერაქტს იაწყობენ, რის გამოც რკინიგზა მწყობრიდან გამოსულია. აფხაზეთის ავტონომიის აფხაზი ლიდერები გადამწყვეტი ნაბიჯისათვის ემზადებიან. აფხაზ რადიკალისტთა ფრთამ უკვე დადო პირობა სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე. წაუყრუეს იმ ფაქტს, რომ საქართველო გაერთიანებაში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგია. სოხუმი უკვე მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი ერთეული. სამხედრო საბჭომ სოხუმს უნდა დაანახოს, რომ ცენტრის სიტუაციას ჯერ კიდევ ფლობს. საბჭოში გადაწყვეტილებას იღებენ. დასავლეთ საქართველოში სამხედრო მოქმედებების კამპანიის ხელმძღვანელად სამოქალაქო ომიდან ყოველსათვის ნაცნობი ფიგურა გია ყარყარაშვილი ინიშნება. ტექნიკა დამოვიდეს, წინ დამოვიდეს. სნაიპერი დამოიყვანეთ. სნაიპერი კი არა, ტექნიკა. ყარყარაშვილს არასდროს სურდა თავისი თავის ამა თუ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან გაიგივება. მხოლოდ სამხედრო კაცი იყო და როგორც კი წინა პლანზე პოლიტიკა წამოვიდოდა, მაშინვე განზე გადგებოდა. ასე დატოვა მან სამოქალაქო ომამდე ერთი თვით ადრე კიტოვანი. უკან უკვე გაჩაღებული თბილისის ომის დროს დაბრუნდა და გამსახურდიას რეჟიმის განდევნის ოპერაციაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. თბილისის ომის დასრულების შემდეგ ყარყარაშვილი დასავლეთ საქართველოში მიდის, რათა სამეგრელოში სამხედრო საბჭოს კონტროლი დაამყაროს. კარგად ხონდა გაცნობიერებული, რომ მე მომიწევდა დასავლეთ საქართველოს ამ ნებათა ღეუვის დასავლეთ საქართველოს გავლაც და მათთან უშუალო შეხებაც. ახლა ერთხელ ადამიანი უკასეს ხშირად გაიბან ხელს მე ძნელია ცდუნება როგორც არ გინდოდეს გაექცელო აღარ მიიღო ამ გარკვეულებში მონაწილეობა ძნელია უკვე გაექცე იმიტომ რომ ეს ჭაობი ვეთკითრებს სისხლი 30 იანვარს ყარყარაშვილთან რომელიც უკვე ზუგდიდშია აფხაზეთიდან გაგზავნილი ქართული დელეგაცია მიდის იუწყებიან რომ სოხუმში მომრავლდნენ ჩრდილო კავკასიელი კონფედერატები არძიმბას გეგმის მიხედვით სოხუმი უნდა გახდეს კონფედერაციის დედაქალაქი და აღარ ემორჩილებოდეს საქართველოს. აფხაზები აპირებენ უმაღლესი საბჭოს ხდომებზეც გაიტანონ საკითხი სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ. აფხაზეთის მთავრობის ქართველი წარმომადგენლები დროებით საბჭოსაგან დროულ ნაბიჯებს ითხოვენ. ყარყარაშვილი ხალხს ამ ინფორმაციით აგზავნის იოსელიანთან. ჯაბა იოსელიანი კონკრეტული განკარგულების გაცემისაგან თავს იკავებს, თუმცა არც რაიმეს უკრძალავს ყარყარაშვილს. მე ვუთხარი ჯავახოს სიამოვნებით წავალ, ვიღებას ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას და ჩემი ხალხი გამომყვება მე აუცილებლად გვარდიის შენაერთები, აუცილებლად გამომყვებიან და ჩვენ შევეცდებით რომ დახმარება გავუწიოთ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს. სუსტად მახსოვს ჯაბა იოსელიანის პასუხი. კი ბატონო, ოღონდ იცოდე რომ ოფიციალურად
სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილება, სამხედრო საბჭო ამისთანა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ შეიძლება კონფლიქტი დაიწყოს. ამიტომ პიროვნულად თუ შეხვალ დასახმარებლად, წინააღმდეგი არა ვარ, ოღონდ თუ რამე მოხდა, იცოდე დროებითი საბჭო პასუხისმგებლობას მოიღს. ყარყარაშვილმა მსგავსი ნახევრად თანხმობა საბჭოს ორი წევრისაგან, სიგუასაგან და კიტოვანისაგანაც მიიღო და მაშინვე აღუთქვა აფხაზეთის მთავრობის ქართულ დელეგაციას დახმარება. დავაიმედე რომ ხვალდილით ჩვენ უკვე აფხაზეთში ვიქნებით, აღმოჩნდა გამოტრიალდე ამ თათბირიდან. არა მგზაში მივხვდი რომ არც ისე მარტივი იყო და სიხარულს არც ისე მყარი საფუძველი ჰქონდა. ენგურის ხიდს პოლიციის აფხაზური შენაერთები იცავენ. ჭუბურხენჯის გადასასვლელთან 120-მდე შეიარაღებული აფხაზი იდგა. თუმცა მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის შენაერთების დაყოლიება იყო. ყველა ფორმირებას თავისი მეთაური ჰყავდა. ყოველ მათგანში იყო ნაწილობრივი უნდობლობა, რომ თბილისის ომის მსგავსად ჩაითრევდნენ პროცესში, სადაც როგორც მერე დრომაც დაამტკიცა, ტყუან მართლის გარჩევას წლები არ ეყოფოდა. სანამ თათბირს მოიწვევდა და აფხაზეთში გადასვლის განზრახვას სხვა ბატალიონების მეთაურებს შეატყობინებდა, ყარყარაშვილმა თავის მარჯვენა ხელს, პაატა დათუაშვილს დაავალა შეერჩია ფონი ენგურზე, საიდანაც ქართული შეიარაღებული ძალები აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოვლითი გზით გადავიდოდნენ. მას მერე რაც ასეთი ფონი უკვე შეარჩიეს, ყარყარაშვილის კაბინეტში, რომელიც ზუგდიდის სკოლის შენობაში იყო, თათბირი გაიმართა. თითქმის ყველა ბატალიონი თეთრი არწივის გარდა მახსოვს, თეთრი არწივის ბატალიონს დროებითად დათუავ თეორია ასრულებდა მოვალეობას. თითქმის ყველა წინააღმდეგი წავიდა, შესვენება გამოაცხადა თათბირის და მეთქე ხა ვიბახშოთ შეერები ვართ. ვიბახშოთ მეთქე დუშეთის ბატალიონის მეთაური იყო გელაგელაშვილი, იმას უთხარ, გელას ასმელი გაქვს მეთქე რამენა. 3 ლიტრს არაყი მაქვს თუ სპირტი. შემოიტანე მეთქე. პირველი ჭიქა დავალეთ, მეორე ჭიქა დავალევინე, მესამე ჭიქა დავალევინე და როგორც უკვე საუბრებზე შევატყველო, აინთო და გაიღვიძა ისო მეომრის სულმა და ეს რაღაც ჟანდარმები ზუგდიდში თქომა არავის არ მოწონს და რაღაც პოლიციელებს შეიძლება დაემსგავსონ სამხედრო პირები. ჩავატაროთ კიდევ ერთხელ თათბირი მეთქე შესვლასთან დაკავშირებით. ვინ არის მომხრე რომ შევიდეთ აფხაზეთში და ქართველებს დავუდგეთ გვერდზე. ხავთ აწიათ ხელიანთ. აწიათ ერთმანეთმა თანახმავარ და მარტო თეთრმა არწივმა დათუ აფცეორმა აწია წინა. იფიქრე ახაც ყველა წინააღმდეგია. გია ყარყარაშვილის, როგორც დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთის სამხედრო კამპანიის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში შედიოდა. შავნაბადას, კასპის, დუშეთის, ხაშურის, ქარელის, ჩოლოყაშვილის ბატალიონები. ასევე ავაზა, თეთრი არწივი და არტილერიის ნაწილები. სულ 1400-მდე სამხედრო პირი. ოპერაცია სახელად ფსოუნდე დაიწყო. შავნაბადას ბატალიონს დაევალა გადაადგილებულიყო ზუგდიდიდან რუხის ხიდისაკენ. აფხაზებს უნდა ეფიქრათ, რომ ეროვნული გვარდიის შენაერთები სწორედ ამ მიმართულებიდან აპირებდნენ შეტევის განხორციელებას. ტექნიკას უნდა ეგრუხუნა, გადაადგილების იმიტაცია მოეხდინა. ღამის 2 საათზე შავნაბადას ბატალიონი ზუგდიდიდან დაიძრა და რუხის ციხესთან დაბანაკდა. აფხაზების რეაქცია სწრაფი იყო, მათ დამატებით დააყენეს 50 კაცი. ამავდროულად უკვე პაატა აწყობდა ზუგდიდის მისადგომებთან კოლონას, რათა ძირითადი კოლონა 1300 კაცის პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა და ტრანსპორტი მომზადებულიყო მარშისთვის ალტერნატიული გზით, შემოვლითი გზით აფხაზეთში შესასვლელად. დილის 4 საათზე ბრძანება გაცემული იქნა ჩემს მიერ. აი კოლონამ შემოვლითი გზით მდინარე ენგურის გასწვრივ ხურჩასთან გადასასვლელთან ენგურის ხიდის სამხრეთით რკინიგზის ხიდთან ახლა ის ფონი რომელიც უკვე პაატას მოძებნილი ჰქონდა დათუაშვილს მოძებნილი ჰქონდა იმ ფონით გადავლახეთ მდინარე ენგური ჩამქრალი ფარებით იყო ბრძანება გაცემული რომ ჩამქრალი ფარებით უნდა შესულიყო კოლონა
ხურჩა ნაბაკევის ხიდისა და მზიურის შემდეგ ძირითადი კოლონა გამთენიისას 6 საათზე და 30 წუთზე შევიდა ქალაქ გალში და გალი ოჩამჩირის მაგისტრალზე დაბანაკდა. მოწყდა დილით თენდება, შუას ნახევარზე თუ 8-ზე იწყებს გათენება. და ენგურის პირას განთავსებულმა საბრძოლო გზატყოფნაში მოყვანილი აფხაზური ნაწილები ხედავენ, რომ სამთავრობო ჯარები უკვე შესულები არიან და დაიკავეს ქალაქი გალი. ახსოვს გალში უყურე როგორ აცხადებდა საქართველოს პირველი არხი, რომ სამთავრობო ჯარებმა დაიკავეს ქალაქი გალი. ამას უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა. ქართულ მოსახლეობას დიდი ხნის შემდეგ პირველად ჰქონდა საერთო სიხარული. გალის დაკავების ამბავს არა მარტო ქართული, არამედ რუსული არხებითაც გადმოსცემდნენ. ოპერაცია კი სინამდვილეში ახლა იწყებოდა. ყველაზე რთული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესული სამხედროებისათვის და მათი მეთაურისათვის იმ საფრთხის თავისარიდება იყო, რაც შესაძლებელია ერთ ტერიტორიაზე ორი დიდი დაპირისპირებული სამხედრო ფორმირების ყოფნას მოყოლოდა. აფხაზები თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ. მაქსიმალურად უნდა შერბილებულიყო დაძაბულობა. ამიტომ პირველი აფხაზი ტყვეები, ანუ გალში დაბანაკებული 120 კაციანი რაზმი ყარყარაშვილის ბრძანებით მაშინვე გაუშვეს. იარაღიც კი არ ჩამოართვეს. აფხაზებმა წინააღმდეგობის ხაზი ოჩამჩირემდე დახიეს. იქ კი პიკეტი გააკეთეს. ყარყარაშვილს თუ სურდა კვლავ უსისლოდ გაეგრძელებინა გზა აფხაზეთის სიღრმისაკენ, ოჩამჩირეშიც მოვლითი გზით მოუწევდა შესვლა. მძიმე ტექნიკა აჩგვარასთან დატოვეს. 1200 კაცი ოჩამჩირესთან დაბანაკდა. აფხაზებისათვის ეს სვლა წინაზე მოულოდნელი აღმოჩნდა. პირად დიალოგში სულ რაღაც შემატევისას ვადასტურებდი ყველა აფხაზების ხელმძღვანელობას. მოტივაცია იყო ის, რომ მათ პირად საუბრებში ვეუბნებოდი, რომ ჩვენ არ მოვდივართ თქვენ დასაკავებლად, ჩვენ მოვდივართ მხოლოდ იმ არ თქვენთან კონფრონტაციისთვის, ჩვენ მოვდივართ მხოლოდ იმ პირების დასაკავებლად, იმ ჯგუფების, რომლებიც აფეთქებენ რკინიგზებს, საბოტაჟს აწყობენ იმისათვის, რომ არ აღდგეს სატრანსპორტო და სარკინიგზო მიმოსვლა და ასე შემდეგ. ვერ ვიტრავახებ, რომ დიდი პოლიტიკური ნიჭი ან აუღო მქონდა ხოლმე. და ამიტომ ვიქცეოდი ესე დიპლომატიურად, მაგრამ ის რომ სისხლის ფასი ჩემზე უკეთესად არავინ არ იცოდა, ეს მაძლევდა იმის საფუძველს, რომ არანაირი ზედმეტი რადიკალური აგრესიული განცხადება არ გამეკეთებია. აფხაზეთში შესვლისთანავე ყარყარაშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარა. აფხაზების გასაგონად განაცხადა, რომ შესულია გამსახურდიას დევნილი ხელისუფლების იმ რადიკალი მხარდამჭერების დასაკავებლად, ვინც რკინიგზას აფეთქებს. პრესკონფერენციის შემდეგ აფხაზები შედარებით დამშვიდნენ, მაგრამ საკმაოდ გართულდა ურთიერთობა ექს-პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებთან. იწყება შეხვედრები აფხაზეთის ხელისუფლების 1000 ჯურის წარმომადგენლებთან, აფხაზებთან, ქართველებთან, ზვიადის პრეფექტებთან და ახალგამგებლებთან. გაურკვეველია, ვინ აკონტროლებს სიტუაციას მხარეში. ყარყარაშვილი შემდეგ ტაქტიკურ ნაბიჯს ერთ-ერთ იმ შეხვედრაზე დგამს, სადაც ყველანი ერთად იმყოფებიან. აცხადებს, რომ თუ ღამის 12 საათამდე არ აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა, იძულებული გახდება სოხუმისაკენ დაიძრას. რაღაც პერიოდში რომ გამოვიდნენ გარეთ, მე შევხვდი ერთ-ერთ მათგანს, შევხვდი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს, არ ვიცი, რაღაც თანამდებობის პირი იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. ერთი რაც მოვასწარე ის, რომ აფხაზებს არ გაეგოთ, იმათ უთხარით ჩუმოთ, რომ მეთქი არ ვარ თქვენს საწინააღმდეგოდ შემოსული და საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი იდეები, მეთქი და პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზები. ხო, მეთქი არ გახსნა დღეს 12 საათამდე მეთქი 12 საათამდე რკინიგზა, მეთქი რა ხდება? არაფერი, მე შემოვედი მეთქი აფხაზური ქართველობის თხოვნით, რომ ეს სეპარატიზმი შევაჩერა და ხო, აი, ჩემი თხოვნაა 12 საათამდე რკინიგზა არ აღდგეს, მეთქი, რომ მე საბაბი მქონდეს სოხუმში შესვლა. ყარყარაშვილის მცირე იმედი, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეები დაუჯერებდნენ, არ გამართლდა. უნდობლობა მათ შორის ისეთი დიდი იყო, რომ რკინიგზა მაინც გაიხსნა, თანაც დათქმულ დროზე ადრე. სამწუხაროდ შეგნებულად თუ შეუგნებლად არ ვეთქვი ახლა. ჩემთვის ეს ღალატი იყო, მაგრამ იმათი გადმოსახედიდან, ვინც ეს გააკეთა, ახლა იმათი გადმოსახედიდან
სხვა ფაქტორები იყო ამ პირველი არ გვენდობოდნენ არ უნდათ ჩვენი შესვლა იმიტომ რომ ეშინოდათ რომ ჩვენ თუ შევიდეთ ისე მათზე ნადირობას დავიწყებდეთ არ ვამტყუნებ მაგრამ რკინიგზა 11-ის ნახევარზე აღდგა და სატრანსპორტო მოძრაობა რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით ყარყარაშვილი თბილისიდან მილოცვაზე იღებდა მაგრამ მისთვის ეს დიდი ამბები ორაზროვან შინაარსს ატარებდა კარგად ესმოდა რომ რკინიგზა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი პრობლემა სულაც არ იყო მისი აღდგენის შემდეგ კი სოხუმში შესვლის ოფიციალური მიზეზი აღარ არსებობდა მაგრამ მოხდა რაღაც რამაც კრიტიკული მდგომარეობა შეცვალა ღამის 2 საათზე რკინიგზა კვლავ ააფეთქეს კოლონა 15 წუთში იყო მზად მძიმე ტექნიკა კვლავ აჩიგვარასთან დარჩა სუბუქი კი გია ყარყარაშვილის მეთაურობით ოჩამჩირის ტრასით სოხუმისკენ დაიძრა გვარდია ქალაქის შესასვლელთან მეშველიანის სასტუმროში დაბანაკდა გაიცა ბრძანება რომ ქალაქში სიმშვიდის შესანარჩუნებლად არც ერთ ჯარისკაც ახალი დისლოკაციის ადგილი არ უნდა დაეტოვებინა დილით რა სიამაყე იყო გითხრათ პირველი არხი აცხადებს სამთავრობო ჯარებმა გიაღარაშვილის ხელმძღვანელობით დაიკავეს ქალაქის სოხუმი ამოცვარ აი დაღონებულ რაღაც ჟურნალისტებს აი მოწყავს უიმედობის თუ რაღაც პერიოდში უცბად გაბრწყინებული თვალებით აცხადებენ ჟურნალისტები ამას ჩვენ სიამაყეს გრძნობით ვივსებით კვარტ ქალაქ სოხუმში არც თავარია არც ერთი ინციდენტი არც ერთი პროვოკაცია არც ერთი წინააღმდეგობა სოხუმში შესვლის შემდეგ სასწორი მკვეთრად გადაიხარა ქართველთა მხარეს უნდოდა თუ არ უნდოდა აფხაზეთის მთავრობას ანგარიში უნდა გაეწია 24 წლის მაიორისათვის აქამდე თუ ვიყავი ჯარისკაცი ან ჯარისკაცთა ჯგუფის მეთაური უცბად დამოუკიდებელი პოლიტიკური და სამხედრო პოლიტიკური გადაწყვეტილებების წინაშე დგები ან დღითი დღე ვიზრდებოდი ორ-ორი წრით იმავე დილას მასთან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართული ნაწილის წარმომადგენლები მივიდნენ თამაზ ნადარეიშვილი ავთო იოსელიანი გენუ ადამია გივი ლომინაძე მათი მთავარი მისია იყო ახალგაზრდა სამხედროს პოლიტიკური საუბრებისათვის მომზადება შემდეგ ისევ დაიწყო შეხვედრები არძიმბასთან, ბაღაფშთან, ლაბახუასთან და აიდგილარა სხვა რადიკალურად განწყობილ ლიდერებთან. ალღო კი მქონდა გადასწრაფი უნარი იმისა, რომ ამეღო სიტუაციისთვის ალღო და თან პირველი ორი სიტყვა ჩემთვის საკმარისი იყო, რომ შემდეგი 200 სიტყვა უკვე მცოდნოდა რა უნდა მელაპარაკა. დილით 11 საათზე 12 საათზე დამიბარა არძიმბა მithova ჩემთან უკვე მეორე შეხვედრა. შევედი 3 თუ 4 იჯდნენ მაგიდასთან. საკმაოდ აჭრილი სახით. ელოდნენ ჩემგანაც ალბათ აგრესიულ დამოკიდებულებას. აი ამ 7 წყნარი პატრიოტიზმით როგორც ასაკში შეეფერებოდა 24 წლის ბიჭის ასაკ. სტილობიანად მოვეკითხებთ ხარი რომ რამე ხო არ მომხდარა ინციდენტი რამე ისეთი რომელმაც შეიძლება აფხაზი ხალხის აღშფოთება გამოიწვიოს რამე ხო არ ყოფილა დარღვევა ინციდენტი რამე პირიქით გამოხატე ჩემი პატრიოტიზმა მაგრამ ნუ სტილობიანად შევაპარებო თქვენ მე არ მინდა რომ კომენდანტის საათი გამოვაცხადო სოხუმში ეს უკვე მე თავხედობაც კი იყო ეგ რომ მეთქო მინდა მეთქი ამიტომ ამარიგეს შკუა და მასაულის როგორ უნდა მელაპარაკა არ მინდა მაგრამ მომეცით ძალოვარ სტრუქტურებთან თანამშრომლობა ჭირდება იმისათვის რომ გამოვავლინო სახელმწიფოსთვის საშიში პიროვნებები დაიწყოს მათთან მათი დაპატიმრება აგრესიული ქმედებების განეიტრალება მოხდეს აფხაზებმა მიიღეს გარანტია რომ არ დაიძაბებოდა კრიმინალური ვითარება და არ გამოცხადდებოდა კომენდანტის საათი სამაგიეროდ ყარყარაშვილმა ერთმნიშვნელოვნად დაუწყა რომ ის სხვა ქალაქებშიც აპირებდა შესვლას. მიზეზად კი ქართული მოსახლეობისათვის თბილისის ომის მოვლენათა განმარტება და ექს-პრეზიდენტის მომხრეთა განეიტრალება დასახელდა. Я начальник Гудаутской милиции. Здравствуйте. Здравствуйте. Так, количество автомашин и количество людей примерно. Примерно 75 человек. 75 человек, да? 75 человек. А Обращаемся сейчас, буду в Гаграх останутся остальные, 25. И 50 человек поедут туда, дальше. Ну и возвращается еще около 15 человек. Обратно, да? Значит, единственная, просьба какая?
Значит, обратно, когда будут возвращаться, Так. значит, как-нибудь... Это значит, командующему, Каргашвили, прошу вас. Я сейчас вас провожу. ვითარების საბოლოოდ განმუხტვისათვის ისიც დაამატა, რომ მძიმე ტექნიკა ოჩამჩირეში მხოლოდ იმ მოსაზრებით დატოვა, რომ გზებზე ასფალტი არ გაფუჭებულიყო. აფხაზებს ხელჩასაწირი მიზეზი აღარ დარჩათ. იძულებულები იყვნენ მაიორის სიტყვა ერწყმოდათ. შესაძლებლობა რო ქონდა ჩემჭამდნენ იქ ოთახში, მაგრამ მაშინ არ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ, ისე სუსტები, არ ჩვენი პარლამენტის უზენაეს საბჭოს ფრაქცია, ქართული ფრაქცია იყო ესეთი სუსტი. ამიტომ თლა ესე თამამად ისინიც ვერ მოქმედებდნენ, იმიტომ რომ მე ქართული მოსახლეობის ზურგიც მქონდა იქ აფხაზეთში მცხოვრების. ყარყარაშვილი აფხაზეთის სიღრმისაკენ დაიძრა. მის გვერდით მხოლოდ სამხედროები და ადგილობრივი მთავრობის ქართული ნაწილი იდგა. თბილისიდან მოდიოდა მხოლოდ ქება და ერთადერთი გაფრთხილება. ტყვია არ უნდა გავარდეს. თორემ ყოველი სამხედრო ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან ერთად ხაფანგში აღმოჩნდებოდა. არ იქნებოდა არანაირი დახმარება. შემდეგი ქალაქი, რომელიც ეროვნულმა გვარდიამ დაიკავა, იყო გაგრა. ქართულმა სამხედროებმა ურთულესი გზა ლესელიძემდე ერთ ამოსუნთქვაში, ტყვიის გარეშე გაიარეს. გზა და გზა პოზიციებსაც იმაგრებდნენ. 400 ჯარისკაცი გალში და ოჩამჩირეში დატოვა. 100 გულრიფში, 400 სოხუმში, 200 გაგრაში, 30 გუდაუთაში და 200 განაწესში სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. გაგრაში მოწყობაზე მათ გვერდით უკვე დადგა გაგრის მხედრიონი 200 კაციანი შემადგენლობით და 50 კაციანი ყარყარაშვილის პირადი რაზმი. სრულ ტრიუმფამდე სულ ერთი ნაბიჯი ღარჩება. ლესელიძეში ქართველები აფხაზურ დროშას ქართულით ცვლიან. ეს დიდ ეიფორიასა და სიამაყეს იწვევს. გუშინ არძიმბა სახელმწიფო სიმბოლოების განხილვას ითხოვდა. დღეს კი ლესელიძეზე ქართული დროშა ფრიანებს. ფიქრობდი, რომ აფხაზური დროშაც ხო არ დაგვეტოვებინა, რომ არ გაგვაღიზიანებინა, მაგრამ ამასაც ამ წუნებას მე თვითონ ვერ აღუდექით წინ, რომ აფხაზურიც დამეტოვა და ქართულიც ყოფილიყო. ჩემში არ ჭარბობდა ალბათ ნაციონალიზმი. რაც უფრო უახლოვდებოდა სახელმწიფო საზღვარს ჩრდილოეთისაკენ ეროვნული გვარდიის შენაერთები, მით უფრო იზრდებოდა ყარყარაშვილის ჩინი. გალში ჯერ კიდევ მაიორი შევიდა, ლესელიძიდან უკვე პოდპოლკოვნიკი დაიძრა. დედაქალაქში ყარყარაშვილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის გმირია. მასზე ლაპარაკობენ, ამტყუნებენ, ლანძღავენ, აიდიალებენ და ბაძავენ. გამარჯვებული ვეულოს, ხოდიან და უგანაკარგოთ სათავარი. ამით. საზღვრამდე თითქმის აღარაფერი დარჩა. დღის 4 საათზე სოფელ განთიაჩი ყარყარაშვილი 20 თანამებრძოლის თანხლებით მივიდა. მათ უკვე ელოდათ გაგრის მხედრიონის მეთაური ბორის კაკუბავა სრული შემადგენლობით, ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები, მღვდელი და უამრავი ტელეკამერა. ოპერაცია ფსოუმდეს დამაგვირგვინებელი ფაქტის უკვდავსაყობად ყველაფერი მზად იყო. კაკუბავამ საგმირო ოდისეის მთავარ გმირს ჭიქით ფსოუს წყალი მიაწოდა. დამას ვერტიერი და თერი არ ამბობ. ზორავენ შეგვეცილება, რომ ეს დღეს და ერთად კი გაეცემა. ამინ შემოგიწევს. ეს არის ფაქტი, რომელსაც ყველაზე სინანულით ვიხსენებ მე, მაგრამ დღეს ამაგიერად ლექსებს და სიმღერებს და კლიპებს წერენ დალიათ ფსოუს წყალიო და ბორია კაკუბავა მახსოვს მომაწოდა ჭიქით აიღო ფსოუს მდინარიდან წყალი და მომაწოდა სადღეგრძელო თქვი. აი ასაკი და გამოცდილება ალბათ ამის სტუმარი საჭირო ყველა ადამიანისთვის და მით უმეტეს მხედარ მთავრისთვის. მე იმავე წამში ვერ გავთვალე, რომ სადღეგრძელოში ნათქვამი ნაციონალისტური სიტყვა შეიძლება გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს აფხაზებისთვის. გულწრფელ რაღაც ესეთი ეროვნულ ნაციონალური რაღაც
სულისკვეთება იყო იმ მომენტში, რაღაც თქვენს ადრე წელოსავით. ანუ გამომარჯვა საქართველოს დერბენტიდან დარუბანდამდე და ეს ღონისძიება ფსოუს წყლის დალევის ჩატარდა. ფსოუს წყლის გემოს ჯერ კიდევ გრძნობდა, როცა მიხვდა, რომ სიფრთხილე დროზე ადრე დაკარგა. სადღეგრძელოთი და უზარმაზარი წარმატებით გამოწვეული თაბრუსხვევა სულ რამდენიმე წუთში განელდა. ზუსტად 1 საათში, როგორც კი კადრები გავიდა და ამერიკა არ ძინდა. ეგა ამისთვის შემოხვედიო შენო? აი რა მაშინ მივხვდი, რომ ეს პოლიტიკური შეცდომა იყო, ეს წყლის დალევა შეიძლება პატრიოტული მუხტისთვის ეს შვენიერი პიარ ღონისძიება იყო, მაგრამ ჯიქაური ჩემი მოქმედებებისთვის იყო შეცდომა, ნდობა უკვე და ურთიერთობა ჩემსა და არძიმბას შორის სწორედ იმ დღიდან გაცივდა. ეს წამი არ აღმოჩნდა ის, რომელიც თავის თავში მარადისობას დაიდევდა. ნათელი გახდა, რომ დიდი რევანში მზადდებოდა. არძიმბა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამდა. მით უმეტეს მისთვის უკვე ნათელი გახდა, რომ ყარყარაშვილს სურათს არანაღვლებს ყოფილი ხელისუფლების რადიკალური ფრთა და რომ ყველაფერი აფხაზეთში ქართული კონტროლის აღსადგენად კეთდება. სიტუაცია დაიძაბა. ამ დროს დაგსაქსული ქართული არმია არძიმბასათვის ნაკლებად წარმოადგენდა საფრთხეს და პირველი ნაბიჯების გადადგმაც არ დააყოვნა. ვლადისლავ არძიმბას ბრძანებით გუდაუთიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს 300 შეიარაღებული პირი, რომლებიც უზენაესი საბჭოს გარშემო დაბანაკდნენ. მეორე ნაბიჯი 15 თებერვალს უზენაეს საბჭოში სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონპროექტის შეტანა გახდა. 92 წლის 16 თებერვალს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ხდომაზე კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს. ყარყარაშვილის შტაბში ამ ცნობამ მეხის გავარდნის ეფექტი მოახდინა. დაურეკე წინა დღეს 15-ში და უთხარი რა. მე არ დაუშვებ ამას მეთქი, მძიმე ტექნიკას ჩამოვიყვან მეთქი, იცოდე მეთქი. გალიდან და ოჩამჩირიდან მეთქი და სოხუმში შემოვიყვან თუ ამ კანონპროექტს მიიღებ მეთქი. ამით ხო ვეღარ შემოიყვანო, მე ყველაფერს გავაკეთებ გზაზე, რომ თქვენს ტექნიკა ვეღარ შემოიყვანო. თბილისს არ აქვს საშუალება მეორე ომი აწარმოოს. ეს ქვეყნის დაქცევა იქნება. მაგრამ არც ეს კანონპროექტი შეიძლება გავიდეს. აფხაზეთის მთავრობის პროქართული წარმომადგენლები ყარყარაშვილისაგან რეაგირებას ითხოვენ. ერთად დავუგებთ ოპერაცია, და გაუშვეს სოხუმში დისლოცირებული იყო რუსეთის სამხედრო ნაწილი. სადესანტო საშტორმო ბატალიონი. გაუშვით მოსალაპარაკებლად სამძოლო ტექნიკის შესყიდვაზე. ამავდროულად გენოს ვთხოვეთ, რომ თუ ეს თანხმობა იქნება, რადგანაც იქიდან მძიმე ტექნიკა გალიდან და ოჩამჩირიდან ვერ შემოყვავდა, რომ არ შეჯახება არ მომხდარიყო აფხაზურ სამხედრო ნაწილებთან, ამიტომ სოხუმიდან გადავწყვიტეთ ამის შოვნა. გენომ ასევე დიდმა ქართველმა გავარდა გაგრაში, ქართველობისგან შეაგროვა ფული და 30,000 მანეთი ჩამოიტანა იმავე ხამეს სოხუმში. პაატა გაუშვით ამ ფულით სოხუმის რუსულ სადესანტო საშტორმო ნაწილში და დავიწყეთ ვაჭრობა BMP-ების ყიდვაზე. მისი გეგმის შესახებ დროზე ადრე მოწინააღმდეგეს არ უნდა გაეგო. ამიტომ ყველა საქმეს მისი სახელით თანამოაზრენი ახორციელებდნენ. თავად კი ოთახიდან ფეხს არ დგამდა. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ხდომა 3 საათზე დაიწყო. ყარყარაშვილი აფხაზეთის მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად თავის კაბინეტში ზის და ტელევიზორით ადევნებს თვალყურს მოვლენებს. მან არძიმბას ხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ დაურეკა და გააფრთხილა. ახლა მოქმედების შემდგომ განვითარებას ელის, რომ შემდეგ შესაბამისად იმოქმედოს. პირველი სიტყვის ხდომაზე თავად არძიმბა გამოვიდა. და ვუყურებ ტრანსლაციას და დაძაბული და აგრესიული არძიმბა ლაპარაკობს სიმბოლიკის შესახებ. ქართველები ახლა თამაზის გარდა არავინ არ იცოდა ქართული დეპუტაციიდან და ეს უნდა მომხდარიყო და ყველანი განერვიულებულები რაღაც აგრესიული განცხადებებით გამოდიან, რადიკალური წინადადებებით, ნერვიულობენ, ისტერია, ოფესორად რო ვთქვათ და ამ დროსაც შემოდის არც ტელევიზორში ვუყურებ ამას, არძიმბასთან შემოდის დივანი და შემოვაქვს პატარა ფურცელზე რაღაც წერილი. არძიმბამ გახსნა ეს წერილი და შეხედა თუ არ წაიკითხა და ეგრევე რაღაც გაფითრებულმა რაღაც ფერი შეეცვალა და
მე ესეთი გადაწყვეტილება მივიღე და ამის კონსულტაციას გავევლეთ, რომ დღეს წესრიგიდან ეს კანონპროექტი ამოვიღოთ რაღაც გადაუდებელი მიზეზების გამო და რაღაც შემთხვევის გამო და ჩვენ მოხსნათ დღეს წესრიგიდან ეს კანონპროექტი. და მე მივხვდი, რომ ის ამოცანა შესრულებულია პაატა 6 ბეეპე მიაყენა უზენაესი საბჭოს შენობას და დაუმიზნა ლულები. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ხდომამ ვერ მიიღო კანონის სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ. კანონპროექტის განხილვა უვადოდ გადაიდო. სხდომის ჩაშლას არძიმბას სატელეფონო ზარი მოჰყვა. მან ყარყარაშვილს აფხაზეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა. ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში არძიმბა პირობას დებდა, რომ თბილისში ჩამოვიდოდა და დროებით სამხედრო საბჭოსთან ითანამშრომლებდა. მიკამათეთ ამაზე, კანონპროექტზე შევთანხმდით, რომ აღარ გავიდოდა, მაგრამ კამათი იყო ამ საკითხზე, რომ ჯარი გავიდეს, მე მერე ჩავალ თბილისში, მე პირიქით ვეუბნებოდი არა ჯერ თბილისში ჩახვალ მოვაწევ და ამის მერე მომცემ მებრძანება ჯარების გაყვანაზე. ეს საუბარი დასრულდა, მაგრამ თავარი აქ ჯარის გაყვანა და არ გაყვანაზე არ იყო. თავარი იყო ერთის მხრივ სიამაყე, რომ შეუძლებელი პრაქტიკულად შედგა, შესაძლებელი გახდა ქართული იურისდიქცია აღდგასრულად აფხაზეთში. წარმატების ეფექტი რეკორდულად მცირე დროში იწყებს გაქრობას. ჯარისკაცების რჩენა და შენახვა ადგილობრივი ქართველების ხარჯზე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ყარყარაშვილის ავტორიტეტიც მართალია განუზომლად დიდია, მაგრამ ვერავითარი ავტორიტეტი ვერ შეუცვლის ადამიანებს აუცილებელ საჭიროებებს. თანაც გარეგნულად მისია ამოწურული ჩანს. თბილისში მუდმივად ურეკავდი, რომ ჩემი რესურსი უკვე ამოწურულია. მე აღარ ვიცი, როგორც სამხედრო პირმა რა გავაკეთო, მე აღარ ვიცი ეს პოლიტიკური ურთიერთობები, მე არ ვიცი. რა ჭირდება, აქ ჭირდება უკვე სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაცია, სამინისტროებმაც პირდაპირ სამინისტროებთან უნდა აწყონ კავშირები. მე ეს აღარ ვიცოდი უკვე სახელმწიფო სტრუქტურები როგორ უნდა ფუნქციონირებდნენ და როგორ უნდა დაალაგდეს ეს ყველა. დროებით მთავრობაში ყარყარაშვილი თავისი გამარჯვებულობით ლამის ყველას ყელზე ადგება. იგი ოფიციალურად საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა და მთავრობას მის საქმეში არავითარი წვლილი არ მიუძღვის. არავინ იცის რა უნდა მოუხერხოს 1400 კაციან შემადგენლობას, რომელთა ლიდერიც მეტისმეტად დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. საბჭოში არ ვიცი, ყველა გოგოს რომ მოვწონდი, ეგ ვიცი. პირველი საბჭოში, საბჭოსთან, ხო. მე ვთვლი, რომ გარკვეული უკმაყოფილება უკვე გაჩნდა ჯაბაიოსელიანის მიმართ, ხაჩას მემუარებში წერს, რომ წავიდა ოფსოლსყალი დალიაო და პირიქით დარიაო. აი დღეს სამაკითხეს ეგ მემუარებში. ავტორიტეტმა გააღიზიანა იოსელიანი. და ეს კონკურენცია გვარდიასა და მხედრიანს შორის თვითონ არსებობდა. ამ დროს თვითონ მხედრიანელებს შორის ნამდვილად არ მომხდარა ეგ, იმიტომ პირიქით ამით უფრო აი ვინც იყო ძველი პირველი მხედრიანი, ამით უფრო დაუმეგობრდა. თვითონ კიტოვანთანაც ნაწილობრივ აირია, იმიტომ რომ მე იქიდან გამოსვლა გადადგომის გარეშე არ გამაშინ გამანთავისუფლდით თანამდებობიდან. თანამდებობის დაკარგვის პერსპექტივა ყველაზე ნაკლებად აწუხებს პოდპოლკოვნიკ ყარყარაშვილს. მისთვის ყველაზე მძიმე ის არის, რომ ტრიუმფით შეყვანილი სამხედრო შენაერთები გაურკვეველ ვითარებაში უკან უნდა გამოიყვანოს. თუ კი თანამდებობას დატოვებს, ეს მისია სხვას დაეკისრება. შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ გვარდიის 1400 კაციანი შემადგენლობა აფხაზეთიდან პაატა დათუაშვილს გამოყავს. ყველაზე წარმატებული და ამაკეცუთები სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით, აი პირველი გაგრის პირველი აფხაზეთში შესვლის დროს ნახა ქართულმა არმიამ. რაც შეეხება წარმატება როგორ გამოვიყენე? წარმატება არაფერი არ აფუჭებს ხედავ თავს ისე როგორც დიდი წარმატება და გამუდმებითი წარმატება. თავარი რაც მოხდა ამ ხუთდღიანმა სატელევიზიო რეპორტაჟებმა გია ყარყარაშვილის ჯარებმა დაიკავეს გალი, დაიკავეს ოჩამჩირე, დაიკავეს სოხუმი, დაიკავეს გაგრა, დაიკავეს ლესელი, დაიკავეს სახელმწიფო საზღვარი, დალიეს ფსოუზე წყალი, ამან შექმნა რაღაც ისეთი პირობა.
მაშინ დაიწერა ის ლექსი დედას რაც უნდა 12 შვილია და მაშინ გადმომწეს ის ლექსი ეხლაც ამა შენახოლე მაშინ გაჩნდა ესეთი ლექსი რომ გიამ ესეთი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა და სამწუხაროდ ამ ქებადიდებაში თავარი წესი ომის დამოვიწყდა რომ ყოველთვის წარმატებას აუცილებლად თავს დევს შემდეგ წარუმატებლობა და ესეც შემდეგში გამოცდილების შეძენის შემდეგ გავიგე. ზუსტად ისევე ვნებს სამხედრო წესრიგს პოლიტიკის ჩარევა, როგორც პოლიტიკას სამხედრო წესრიგის. გადაწყვეტილება, რომელიც სამხედრო საბჭოში მიიღეს, სრულიად აუფასურებდა იმ გამარჯვებას, რომელიც გია ყარყარაშვილმა სამხედრო ძალის გამოყენებით მოიპოვა. როგორღაც მოხდა, რომ თბილისში არძიმბას ულტიმატუმი გაითვალისწინეს. ჯარი გაიყვანეს და 26 თებერვალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტსაც ელოდნენ. არძიმბა თბილისში არ ჩამოსულა, არც პოლიტიკური კურსი შეუცვლია. ამ მოვლენებიდან 6 თვის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩრდილოელი მეზობლის ძლიერი ზურგიც იგრძნო, ომი დაიწყო. მაგრამ ეს უკვე სრულიად სხვა ამბავია, რომელიც აღარ გავს ახალგაზრდა რაინდის რომანტიულ ისტორიას. 6 თვის შემდეგ უკვე გენერალი ყარყარაშვილი იგივე გზას გაივლის. მხოლოდ ეს იქნება უკან დახევის და წაგების გზა. ქართველებს ყოველი გოჯის გავლა სისხლის ფასი დაუჯდებათ და თან მხოლოდ ოცნებას გამოიტანენ. ოცნებას იმ წამზე, როცა 24 წლის ჯარისკაცი სამშობლოს ერთიანობის საფრთხეს კვლავ ფსოუს წლით შესვამს.